თევდორე გუდელზე მინდა 1-2 სიტყვა ჩავწერო ახალგაზრდებისთვის, რომ მის გმირობაზე ეს ხდება 1609 წელს, როდესაც ოსმალები შემოესწრნენ საქართველოს. მაშინ ლუარსაბ მეორე ცხინეთის ციხეში იყო გამაგრებული მცირე ამალასთან ერთად ან გიორგი სააკაძეც ახლდეს, როდესაც ოსმალებმა გაიგეს, გადაწყვიტეს მისი ტყვეთ ჩაგდება და სრული სისწრაფით დაიძრნენ მისკენ. გზად სოფელ ყველთაში შეხვდათ მღვდელი თევდორე, რომელსაც უბრძანეს, რომ ესწავლებინათ ცხინეთის ციხისკენ მიმავალი გზა, რა თქმა უნდა, მან ეს არ გააკეთა და სხვა გზით წაიყვანა. გზა და გზა ამ პროცესში თევდორე მღვდელს თან ხელს კრავდნენ, ურტყავდნენ, აფურთხებდნენ, შეურაცხყოფებს აყენებდნენ, მაგრამ იგი თვლიდა, რომ ეს ყველაფერი საჭირო იყო, რადგან ლუარსაბ მეორეს დრო მოიგო და მომზადებული იყო. ეს როდესაც ბოლოს, რა თქმა უნდა, ოსმალებმა გაიგეს, რომ იგი ატყუებდა, თევდორე მღვდელი სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ ლუარსაბ მეორე სიცოცხლე გადაარჩინა და კიდევ ბევრი ქართველის. შემდეგ ტაშის კართან მოხდა ოსმალების და ქართველების გადაკვეთა, სადაც ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს ოსმალეთი და დიდი ნადავლი ჩაიგდეს ხელით. აი ესეთი გმირებით მოვედით ქართველები დღემდე რა. თევდორე მღვდელი, რა თქმა უნდა, წმინდანად აკურთხეს. დიდი მადლობა.